მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია კოტე მიქაძე. რეგალიას თვითონ წარადგენს, მაგრამ მე მინდა თქვა, რომ ჩემ წარმოდგენაში თუ არსებობს რაინდი თანამედროვე გაგებით, ესაა ბატონე კოტე. ღირსების და თავდადების სიმბოლო ჩემთვის. დარჩენილი რეგალიას ალბათ თვითონ იტყვის. პირველ რიგში ჩემო ნუკრი მართლა პატივია ჩემთვის უფნა ამ გადაცემაში, რომელსაც თქვენ უძღვებით. თავადაც იცი და საზოგადოება ვინც ჩემთან არის იციან ჩემი დამოკიდებულება. იმიტომ რომ რამდენიმე ახალგაზრდა ბრძანდებით ამ ქვეყანაში, საქმე ჩემ ქვეყანაში დღეს სამწუხაროდ სულ ორივე ხელზე თუ ჩამოითვლება, არც უნდა შეიძლება ორი ხელი. ვის შემხედარებასაც იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანამ შეიძლება გაუძლოს იმ წნეხსა და იმ გარემოებებს, რაც იმ ხარისხს, რაც მას აქვს თავზე დატეხილი. მე უღრმესი მადლობა მინდა გითხრა მოწვევისთვის და არ ვიცი შევძდა თუ არა მე დაგმოყოფილებას იმ თქვენი მაყურებლის მოთხოვნებისა, მაგრამ შევეცდები რაღაცნაირად ყოველთვის ობიექტური ვიყო და რაც შემელია მართალი პასუხი გაქცე. ყოველთვის სინდისისა და ქვეყნის წინაშე თქვენ წინაშე მართალი ვიყო. რეგალიასაც შეეხება ეხლა რაღაც ალბათ შეიძლება რაღაც დაიწეროს შემდგომ ან ინჟინერი ან მუსიკოსი ან არ ვიცი რა სპორტთან დაკავშირებული კაცი, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ერთი მიზეზის გამო. აი ას თუ გადის და გადის და როცა წერდნენ ხოლმე მე აი მას მე ყოველთვის გავაფრთხილე. არ დაწეროთ ერთი მიზეზის გამო. მე ხა პროფესორი არა ვარ, მართალი მოგახსენო და ამიტომაც ერთი ამასაც თუმცა ეგეც არ მიმაშინე აუცილებლად დაიწეროს იქა. ერთი ამასინათ და აი ხშირად ბოლო ხანებში კონკურსები ტარდება ხოლმე, მუსიკალური თქვა და დააგვირდით, რა თქვენს გეონებით და ჩვენს მაყურებელსაც და მსმენელსაც. იქ წერია პერკუსიონისტი, დრამერი, არა, მუსიკოსი, პერკუსიონისტი, დრამერი, მომღერალი, სიმღერის ავტორი. მუსიკოსი ყველაფერია მაშინ. ვინმეს გონია ეხლა ვისაც ამას უწერი რომ იმას რაიმეს მატებს. ერთი რომ არ ვიცი არის თუ არა რამეს წარმოადგენს თუ არა მისი საქმიანობა იმათ რომ საერთოდ იყოს თუნდაც X-ა და Z-ს, მაგრამ არ მე ამ იმაში რომ აბსოლუტურად ზედმეტი ან ანალიტიკოსები არიან, რომლებსაც არ ვიცი, რაღაცა ყველაფრის ანალიტიკოსები არიან და ექსპერტები არიან. ხოთა შორის მე მინდა კითხო, აი როცა ნუკრი შოშიაშვილი ხომ რა წერენ იქა? ისტორიკ მე ვთქო სპეციალობას, ყოველ შემთხვევაში სპეციალობას წერენ, ხო და ეხლა მე ინჟინერს არ ვწერი იქ გარკვეულ თანამდებობებს ხომ დამიმართულებით ეკონომიკის სფეროშია ეროვნულ ბანკში მუშაობდი, მაგრამ და რაღაც თანამდებობები, მაგრამ იმაჩნია რომ ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ზედმეტია და ვერ დავწერთ ორი. ალბათ იმ მუსიკოსთან შედარებით მე შემიძლია დავწერო მუსიკოსი, გიტარისტი, კომპოზიტორი, სიმღერის ავტორი და მომღერალი და ასე შემდეგ. ასევე ჩემი დამოკიდებულება აი ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთია, მიმაჩნია რომ სახელი და გვარი სულიად საკმარისია იმისათვის, რომ კაცის ადგენის და საზოგადოების წინაშე. ხოთაშოვის აქვე მინდა ერთი რამ თქვა რა. აი ორდენოსნები არიან ძალიან ბევრი ჩვენთან საქართველოში. დატარებენ ღირსების ორდენის კავალერები არიან, წმინდა გიორგის ორდენის კავალერები არიან. არ ვიცი, თუ კი რამე ჯილდო იყო და არის საქართველოში კავალერები და დამაინტერესა ისი ამ სიაში ვინ არიან. დამაინტერესა მაშინ როდესაც ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამაინტერესა და აღმოჩნდა რომ 70% ლიტველია. მიშაზოს აქვს მიღებული ეს. თამარ მეფის ორდენი. რო ნახოთ რასია მე ქალბატონებს ვერცეთ მათგანს ვერ უწოდებ, ვერცეთ ხას უსვამ რა. აი რო ნახოთ სიები ვის აქვს და ეს ინტერნეტში დევს და შეიძლება ინახოს. იმაშნია რომ იმ ორდენის დაკიდება შეუძლებელია რა. არ უნდა მიიღო ეს ორდენი, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები არიან მატარებელნი ამ ორდენისა. სწორედ ამიტომ ჩეხოსნების დამფუძნებელი ვარ მე ორგანიზაციის ერთ-ერთისა, ჩვენ ორდენი დავაწეს ქაქუცასი და 18 ადამიანს აქვს მიღებული და ერთ ანსამბლს, სვანური ანსამბლი აქვს ფოლკლორის, რო ნახოთ რა ადამიანები არიან. ალბათ მოინდომე სხვა სასწრო ხონდეს და ყველას იამაყება. ხოთა შორის რეზო ამაშუკელი, ტარელ ხალხელაური, ნონა გაფრინდაშვილი და ესეთი თითო ადამიანია სპეოდან ორობა და ფიქრობ რომ ორდენი ამშვენებს ადამიანს და მე ადამიანი ამშვენებს ორდენს და ასეა რეგალიაზიც. შეიძლება შეიძლება გამიგრძელდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ ამ თემაზე არავინ არ ლაპარაკობს და ჩემი დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში ასეთია. არა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის იყო ცოტა პრობლემური ეს. იმიტომ რომ ბაბუჩემს თავის დროზე თუ არ ვცდები 96 წელი იყო, როდესაც ღირსების ორდენი გადასცეს და
მე როგორ სააკაშვილისთვის ისეთ ადამიანებს გადასცეს ღირსების ორდენი. რაღაცა ჩემ წარმოდგენაში ღირსების ორდენი იყო რაღაც მაღალი თამასი. აღმოჩნდა რომ არ არის ესე და სხვათა შორის აი მე ვკითხულობდი ამერიკაში არის ესე იგი როგორ თარგმნო ეს სახელოვანი ოთახის ხო რაღაცა ესე იგი არის ხო იქ ძალიან სერიოზული სადაც ყველა ამერიკას უნდა რომ იქ მოხდეს ჯორდანია არის მაგრამ რა ლენტა უკიდიათ დაგვიდი არის სხვათა შორის იქ არის საოცარი მუსიკოსები საოცარი ხელოვანები ამ მასში ამ საზოგადოების წევრი მაგრამ LGBT ლენტაზეა. ეგ არ დაგვირვები რომ. ესე ცოტა მეხამუშება ხო, იმიტომ რომ რატო უკეთებ აქცენტს ამას? კი ბატონო, თვითონაც არის, და შეიძლება ყველა იყოს, მაგრამ მე ახლობელი ვიყავს ეს. პერიოდი იქნებოდა და ეხლა ალბათ უკვე აღარ იქნება, მაგრამ თავარი რა არის აქ? რომ რაღაცა ორიენტირი უნდა კონდეს საზოგადოებას და ეს მედალის ხო ის არის, რომ ორიენტირის გამსაზღვრელია. მედალი უნდა გაჩვენებდეს რაღაც ღირსების რაღაც ნაწილს და სააკაშვილის პერიოდში რაღაც ღირსების საკითხი ძალიან დამახინჯდა, ძალიან შეიცვალა, ძალიან აი უღირსობის ეპოქა იყო თითქოს რაღაცნაირად და გეთანხმები. აი თქვენ უკვე რამოდენიმე თაობა ნახეთ საბჭოთა პერიოდის, ნახეთ 90-იანი წლების მძიმე პერიოდი 2000-იანების. თქვენ თვალწინ იცვლებოდა თაობები, ხო? სად მოხდა აი რაღაცა ესეთი აი დრამატული ცვლილება. სად მოხდა? აი შეგიძლიათ რაღაცა თქვათ, რაღაცა თარიღს არა, რაღაცა პერიოდი, სადაც აი რაღაცა შეიცვალა მორალის გაგებაში. ჩვენ სხვადასხვა ეხლა ვლაპარაკობთ იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ძალიან ისეთია რა, ჩვეულებრივია, ბანალურიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ იმაშინე სხვა ამ თემებზე გადაცემებში არ არის ხომ ლაპარაკი და მიმაჩნია სხვადასხვა ეს თავისთავად მოხდა ეხლა. ჩვენ სხვადასხვა დაგვეწყოთ, მაგრამ მიმაჩნია რომ სწორია. და აი რაც ორ მაგალითს მოგიტან ეხლა რა. ალბათ გახსოვს, იცი ალბათ რომ ბიტლზები დააჯილდოვა თავის დროზე ორდენებით, ყველაზე უმაღლესი რანგის ორდენები იყო ბრიტანეთისა, მათ ორდენები არ მიიღეს. იცი ეგ ისტორია? არ ვიცოდი. ხო, არ მიიღეს იმის გამო, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერდა ვიეტნამის ომში შტატებს. ნახე. და ამორალურია ჩვენგან. და მე ერთ მაგალითს მოგიტან კიდე, ეხლა არ მინდა დავასახელო, გვარდასახელი ახალგაზრდა კაცი იყო მაშინ ძალიან. ოდამთავრდა აფხაზეთთან ეს ყველაფერი და ჩვენ ცხადია დავმასწრით ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ამრავალი ქართველი იქნა გამოძებული იქნა. ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს გენერალურმა მიანიჭა შევარდნაძე. და ეს კაცი სამხედრო არ იყო სხვათა შორის. გასამხედრო ორგანიზაციის წევრი იყო. იცი რა უთხრა? წაგებულში მე გენერალის მიწოდებას ვერ მივიღებო. მე რო გავიგე გამიკვირდა. გამიკვირდა იმიტომ რომ ეხლა მე არ ვიცნობდი ამ უთხით იმასო და დამოკიდებლად ჩემი არ იყო დადებითი იმ ორგანიზაციის, მაგრამ წებები დაიღუპა იქიდან აფხაზეთში და მან უარი უთხრა შევარდნაძეს გენერალის წოდება წაგებულში არ შეიძლება მივიღო. ბარაქალა მის სინდისა და ნამუს ამ შემთხვევაში. ეს რა მაშინებს რომ შეიძლება ესეთი ადამიანები აი მოხიკანებივით არის. ხო, გეთანხმები. მოხიკანებივით არიან და აი რაღაცნაირი შემოbrunება ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, როგორ უნდა მოხდეს შემოbrunება. ღირსება არ არის მარტო ისეთი საკითხი, ხო, რაღაცა დემონსტრირებული საკითხი. ღირსება არის ის რაც შენს შემდეგ ყოველთვის იტყვია და იქნები რაღაც ნიმუში და აი ახლა მაგალითად ის ახალგაზრდები ვინც ამ აქციებზე დადიან. ერთი წუთით მოდი მაინც შევესწრებით პასუხი გაქცე პირველი მარგამიცია პასუხი იმაზე. აი როდის მოხდა? არასოდეს არ მიფიქრია ესეთი აი ამ საკითხზე როდის მოხდა დევალვაცია, ესე იგი აი ადამიანის ზნეობის ღირსებისა, იცი და მე შევესწრები ახლა გითხრა, იმიტომ რომ რაღაცები თვალწინ დამიდგა, მასთან ერთად რო გელაპარაკებოდი იმ საკითხებზე, იცი? სამამულო ომის დამთავრება, სამამულოს ვეძახიჩებდი, 300,000 ქართველი დაწვა მიწაზე, 700,000 იბრძოდა, ოდნავ მეტი დაიღუპა ამერიკელი, რომლებიც ამბობენ, რომ მეორე მსოფლიოში გაიმარჯვეს. ქართველებზე მეტი ყოველ შემთხვევაში მათ ტყივილი არ განუცდიათ ამ ომის შედეგად, აღარ ლაპარაკობ სხვებზე. და მე მახსოვს ომის დამთავრების შემდეგ სულ იყო გასული 15 წელი დაახლოებით. და უკვე ქვეყანაში როგორი
როგორი დამოკიდებულება ომის მერე იყო, მაგრამ ამ პერიოდში როგორი დამოკიდებულება იყო. როგორი დამოკიდებულება იყო ნუკრი ფორმიანი ადამიანის მიმართ. რა რჯულისაც არ უნდა ყოფილიყო. ძირითადად მაშინ ახლა გენერალები რუსები იყვნენ საქართველოში მაშინ ვინც იყო, იმიტომ რომ რამოდანიმე იყო ქართველი ჩანჩიბაძე თქვა და ვიღაც რომლებიც მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში და იყვნენ ძირითადად მაღალი ეს ნების კაპიტანი მაგალითად რომ მოდიოდა ისეთი მოწიწება იყო მის მიმართ და გენერალი მე რუსთავაზებს ცხოვრობდა ოფიცერთა სასახლეში რომ შედიოდა მახსოვს როგორ ჩერდებოდა ხალხი რომ გზადაეთმოთ მისთვის მაგრამ აი როდესაც 80-იანი წლების ბოლოს მოხდა აი დევალვაცია ყველაფრისა რაც ღირებული იყო მაშინ სამხედრო საქმე სამშობლოს დაცვა თუ მე სამშობლოს არ ვიცავდით უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ ვისაც მართლა პატივი უნდასე მე მომსწრე ვარ იმისა იმ პერიოდში წარმოებაში მუშაობდი 80-იან წლებში დასაწყისში ყოველ შემთხვევაში და ომის მონაწილეები ვეტერანები გავყავდა აი მაის 9 მაის ქალაქიდან პიკნიკი იმართებოდა პატივისცემა იყო მათ უცბად ეს ადამიანები აღმოჩნდნენ მოღალატეები ქვეყნის და ეს ხალხმა მიიღო გაჩუმდნენ მე მახსოვს ერთი პოლკოვნიკი ლაპარაკობდა და ახლობით იქნებოდა 93-14 წელი მონაწილე იმისი რა ქვიან სამამულო ომის ტყვის არ შემშინებია და მეშინიაო აი მაშინ როგორც კი ხდება დევალვაცია ღირებულებებისა აი ამას მოყვა და აღარ თავდება ნუკრი ეს მოდი რაღაცნაირად რაციონალური ახსნა მოუძებნოთ თქვენ როდესაც ბავშვი იყავით ღირებულების თქვენი წინათაობა იყო გამარჯვებული ომის ვეტერანი მე როდესაც ბავშვი ვიყავი ჩემი წინათაობა იყო დამარცხებული ომის ვეტერანი ეს ხომ არა მიზეზი ვერ დაგეთანხმები მაგაში ერთი მიზეზის გამო ვერ დაგეთანხმებიცი საქართველოს ისტორიას რო გადახედო მთლიანად ძირითადად გამარჯვები ძალიან ცოტა გქონდა ჩვენ უზარმაზარი დამარცხები გქონდა მაგრამ განა სახელები ან პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ ვინც დაიღუპა იმ ომში ვინც გამარჯვება ვერ მოუტანა ქვეყანას განა ვინმე უპატივცემად მოქცევია მაგრამ აი 80-იანი წლების ბოლოს მოხდა უპატივცემულობა არა მარტო მეომრები მოგიყვანე მაგრამ როგორი დამოკიდებულება იყო მეცნიერების მიმართ უნივერსიტეტშიაც მოხდა ეხლა ვიმკით მე აბსოლუტური უპატივცემულება არის ლექტორის მიმართ როგორ იმ დღეს განაცხადა ერთ-ერთმა ახლა დანიშნულმა რექტორმა, მოდი ვიტყვი ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ჩვენთვისო ერთი საზომია სტუდენტისა და ლექტორის მიმართ. მე ლექტორი ასოც არ ყოფილა, მაგრამ განა შეიძლება ლექტორსაც და მე არ ვიძახი ხა უვარგიზელა ლექტორის არის უვარგისი, მაგრამ როგორ შეიძლება ერთი საზომით მიუდგე ლექტორსაც და ან ღირებული იყოს ერთნაირად კარგი ლექტორი და სტუდენტი. მე მახსოვს ნიკო კეცხოველი შეიძლება გაგიგია. როგორი რექტორი იყო უნივერსიტეტის. მე მახსოვს როგორი ავტორიტეტი იყო ეს სალხელა კაცი. მე მახსოვს სერგი როგორი იყო პროექტორი იყო მაშინ იურისტი ძალიან დიდი უნივერსიტეტის. სხვა ლექტორები ავი სამედიცინოსი გპი დაამთავრე. როგორ გავბედავდი დეკანატში შევსულიყავი დაგაკუნების გარეშე. მე თუ დამიჯერებ არასოდეს არ შევსულად დღესაც არ შევსულად უმაღლესში არ შედივარ ქუდი დღეს სამინისტროში ვიყავი სპორტის სამინისტროში სინდისის ფიცევარ ქუდი მოვიხადე და ესე შევედი მე პატივისცემი იმ შენობას იმ უწყებას იმ მით უმეტეს წოდნისთანაც განაშილე პატივი არსე ვერ მეტყვი რომ რომელიმე ლექტორი ან სტუდენტი უნივერსიტეტში ალმა მატერში ქუდს იხდიდეს მე ამას შევესწარი და გაუგნებული ვარ. აი, აქედან იწყება დევალვაცია. როდესაც ბედავს სტუდენტი იმას, რომ აუდიტორიაში ლექტორს არ უშვებს და გონია რომ მართალია. ხო უყურეთ ტრამპის ინაუგურაციას. კი. 50 წელზე ახალგაზრდა იყო და მე შვილებზე ვლაპარაკობ. ვინმე ეს ღმერთმა დაიფაროს, ნუ მე ახალგაზრდობის წინააღმდეგ მე 2 შვილი მყავს და 5 შვილი მყავს. და ძმის შვილი აღარ ვლაპარაკობ და მეგობრების შვილი. მე იმათვის მოვედი ამ ქვეყანაზე, რომ ისინი გაიზარდონ ადამიანებად, ოღონდ სამშობლოს დამცველებად, ღირსების დამცველებად და ყველაფერი უნდა ქნა, ისინი ბედნიერი ხალხი იყოს ისინი, მაგრამ თუ მადგა, ეხლა რომ მოვდიოდი გზაზე, მაბატიო, 2 ინციდენტს გადავეყარი, აი ეს ავტობუსით მოვედი ხმთან და რუსთაველიდან და პირველი ავტობუსში ქართული ლაპარაკი არ იყო.
ისმოდა მარტო არაბული და ისა რა ქვიან თურქული. მარტო რამდენიმე ახალგაზრდა იყო ისე ხალხალაბარ 18 მეტრიან ავტობუსებში. მე შვილივით ამყავს ერთი ქურთი ბიჭი. ისუპოვია გვარად. ჩემი მესამე შვილი ხარ თუ იცის იმანის. დონჩო ისუპოვი. ვინც მისცნობს იციან, თან როგორ პატივსემ ქურთებს და როგორ მიყვარს. იმიტომ არასოდეს ქურთებს საქართველოსთვის პრობლემა არ შეუქმნიათ. და ვაშკაცი ხალხია ძალიან. მაგრამ დამოკიდებულება როგორ რამოგეაზრასტობარაკო ვიცი უპატივცემულობა და პირველი რაც შემეთხარ წამოვედი შენთან ახალგაზრდა კაცია ერთი რომელიც ისა რა ქვიან ყოველდღე ჩადის იქ ჭავჭავაძის ქუჩიდან მიტინგზე და რაღაც კამათი ქონდა და გავჩერდი და მოთხარი სახელით უთხარი რა ვეგავიგე რა გაგინდა მეთქი მოთხარი ვინ უნდა ესენიც ვინ უნდა მოვიდეს მეთქი მოთხარი კოალიციური მთავრობა ვინა გვარები დამისახელი მოთხარი არა ისე ვიგე აი ნებისმიერ გვარი მითხარი იცი ვინ დამისახელა ხაზარაძე მეორე მეთქი აი მაღაზე მაგას ვერ დამისახელებ ვერც კაც ვისაც რაღაც ართო მოთხარი მოდი ჩვენ ხვალ დავждეთ მოთხარი ავტობუდილას მე 100 კაცთან მიგიყვან მოთხარი 100 კაცთან და არა მარტო ბინების წართმულს გაჩენებ მოთხარი ეხლა არ მინდა გვარი და იმას შევაყენებ ხულში ეხლა ვიც იმის წართმულ ფარჩია თავის აშენებულში იმის წართმულში ნაკირები და ისევ წარმოება გაკეთებული მოთხარი და ვერ გადავათქმევინენ უგრი. ვერ მეუთხარი რა მე არ მინდა გვარებით გამოვიდეს თვითონ მართლა ვიღაცას ვიცაო, მაგრამ მეუთხარი მითხარი მაგალითი კუბახიძის მეუთხარი რა იცი მეთქი რომ ან ერთი მიწა კვადრატული მეტრი, ან წარმოება მიითვისა ვინმე ახლობელს მის. ეგ ერთიაო მეთქარა. ერთი ხო არის მეუთხარი რატო არ გინდა ეგაც. პაპულაშვილზე მითხარი მეთქი მეუთხარი. ეხლა ის კიდევ ვიცი არავის დამცველი არა ვარ. ღმერთი ჯული არასოდეს მთავრობის დისამების დამკვირვებელი არ ვიყავით, თორე სადღაც ვიქნებოდი, ყოდის მქონდა შეთავაზება რა. მაგრამ აკვიატებული აქვს. მეორე გვარი ვერ დამისახელა. ამ ქვეყანას ატნაო პარლამენტი. 5 კაცი მართავს უმით. ბიჭო მეუთხარი კონსტიტუციას ავშალოთ, ეხლა უკითხავად მეთქი, მაშინ რა გინდა ვერ გავიგე. მაგრამ მეუთხარი ერთი რამე ვეკითხე საქართველოს რო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. ესეთი მით იყო მეთქი არა სხვა ის ქონდა დაშლილი იყო და რამდენი ცხოვრობდა ადამიანი დასავლეთ საქართველოში იცი მეთქი მოუთხარი გაჩერდა არა მითხარი მაინც რამდენი იქნებოდა მეთქი 2 მილიონამდე ალბათ 120,000 კაცი ცხოვრობდა მოუთხარი იმერეთში სამეგრელოში და გურიაში 120,000 კაცი რა არის აქ ერთი მომენტია ეხლა თქვი რაც ახსენეთ ერთი არის ეხლა რაც ახსენეთ რაციონალიზმის ლოგიკურობის გაქრობა ხო ხო, აბსოლუტურად. ხო. ანუ ადამიანს ელაპარაკები რაღაცა ფაქტებით და ეს ფაქტები უნდა დააკავშირო ხო რაღაც ერთმანეთთან მარტო ცარიელი ფაქტები ხომ არის და როდესაც მიდის აი ამ დაკავშირებასთან საკითხები არა ლოგიკური ჯაჯუკი არა სურვილები მოდის. აი ესე მინდა რომ კოალიციური თავრობა მოვიდეს და ყველა ბედნიერად ვისთან ვიონე ვისი მარტო ნაცები არიან ისინი გასულ ყველა გინდა 10 დააწყი 10 დააყავი ხო ნაცია ისევ აი ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე, აი თქვენ ახსენეთ თქვენ ახლა გონიათ რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც თავის შვილები გაზარდეს, სხვა ღირებულებებით გაზარდეს და მაგიტომ არიან ისე თუ უბრალოდ და რაღაცნაირად რაღაც მომენტი მოხდა საქართველოს ისტორიაში, სადაც მამებმა დაკარგეს ავტორიტეტი. მოხდა ეგეთი რაღაცა? ნუკრი ისეთი რთულ თემას შეეხე. ამაზე ალბათ შეიძლება ალბათ არ ვიცი ამ ნიგაცემა უყურე აი ესაც მოხდა ახალგაზრდობაში ეს ხო მე ვიცი რომ იცით იმიტომ რომ გიცნობ და ვიცი როგორ არის მაგრამ ახლა ამ თემას შევეხედო სხვამაც მოგვისმინოს მოდი ეს თემას გავშალოთ ხო პირველი მე მინდა ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებათაც თქვა და იმასაც ეს უთხარი მე არ გეუბნები რომ შენ ჩემ ჭკუაზე წამოხვიდე და მე გაიზია რომ ის რასაც მე ვლაპარაკობ ჩემგან მე ერთი სურვილი მაქვს მეთქი მე შენ მოგიტან ხვალ წიგნებს თან არა რუსების და ქართველების დაწერის არამედ თუნდაც რაიფელდის დაწერილი საქართველოს ისტორიას წაიკითხე მე უთხარი და მე გამათი ამ თემაზე იგივე სვენები ახლა ვინც გვისმენს ჩვენ უნდა გვიჯერებენ მე ჩვენი მოწინააღმდეგეა თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ძირითადად მაინც ჩვენიანები ჩვენ ვისაც მოვწონვართ მოდი ესე ვთქვათ ისინი გვისმენენ და იზიარებენ ჩვენს მაგრამ მინდა ყველას გასაგონად თქვა კიდევ ერთხელ თუ კი ჩავუვარდეთ ჩვენ უნდა გვიჯერებენ არავის დამცველი არა ვართ ჩვენ ავართ ხოდა სიმართლის მხარეს რაც შეეხება აი ამ თემას ახალგაზრდობისას ეს ისეთი კომპლექსური საკითხია რომ აი მარტო ჩამოვთვლი თქვა განათლების დევალვაციის საკითხი კატასტროფულ მდგომარეობაშია განათლება და ამას არ შევეხები ახლა ამას თუ ეს თემა ცალკე გავშალოთ შემდეგ
მეორე თემა გარემო ქუჩაში ის ქუჩა დღეს მე ჩემ ქუჩაზე ყოველთვის აი ჩემ ბავშვობიდან თამაშობთ ორი დროშა ну ვირი და მისი პატრონი გძელი ვირი მრგვალი ვირი ლახტი და ასე შემდეგ აიყო ქუჩის თამაში ღამის 10 საათამდე იყო ჟრეამული დღეს ჩემ ქუჩაზე არის აბსოლუტური სიჩუმე და ხანდახან თუ არის ხოლმე ბავშვები ჟრეამული და თქვა ხმაურია და არ მესმის რაღაცა ჩემს საფიცავს ფიცავენ უკვე მიხარია რომ ბავშვების ხმა ისვის ქუჩაში აღარ არის უკვე კაი მე შემდეგიც არის გეტყვით ამაზე მე და თქვა აი ხა მაგალითად ჩემ შვილთან მიმართებაში იმდენად ჩაიდგა ხა ისე არის განაშენიანება ეზოს ფენომენი აღარ არის ხო გარემოს იმიტომ ვიძახი გარემოს აი ქვემოთ რო ჩახვიდეთ უბრალოდ ბავშვები ვერ ითამაშებდნენ ქვემოთ ეს გარემოს მაგიტომ ვიც გარემო ხო მე მოდი გავაგზავნებ კიდე ოჯახი სახე შეიცვალა აბსოლუტურად ოჯახში სუფრა აღარ კეთდება სტუმრიანობა არ არის ოჯახში მე თუ რამე ვისწავლე ნათლა გეუნდა ინტერესი გამიშთა უბრალოდ რაღაცის იქ მიჩნდებოდა ისეთი თამადა იყო ისეთი სიმღერა იყო ისეთი დამოკიდებულება იყო პატივისცემა ერთმანეთსა და ეს ერთო ყველა ოჯახში ესე იყო დღეს მე ორი ოჯახი ვიცი სადაც სუფრაა ხო მაგრამ აი ბატონო კოტე შეიძლება ფორმები ეხა განსხვავებული იყოს კი მაგრამ შინაარსი ხო შეიძლება იგივე იყოს კი ბატონო, ეგრე ოჯახში სუფრა არ არის, სხვაგან შეიძლება ეს იყოს. სუფრის ინსტიტუტია. მე ხარ ცოტა ისე ინსტიტუტია სუფრის, ხო? მაგრამ ის სუფრის ინსტიტუტიდან რასაც იგებდა, ის სხვა ფორმით შეიძლება მიეწოდოს. არანაირად. აი მოსაფიქრებელია, ხე მე არ მაქვს პასუხი ამაზე. ვერ მიიღებს ნუკლი. მე ამას გეუნებით საკუთარი გამოცდილებით რა. მე აქვე მივაყოთ ერთი რამე, ოჯახში სამწუხაროდ ოჯახი დედის გარეშე დარჩა. თუ მამის ძითა დედები არიან წასულები. 20-25 წლით არიან წასულები ოჯახს მოწყვეტილები. მე ვიცი ოჯახი, რომელიც დედა რო წავიდა ამერიკაში, მისი შვილი აქ დაიღუპა და არ ჩამოვიდა. მეორე შვილის ყავს და რო წამოვიდა, ვეღარ დაუბრუნდა ქართველი. მე ვიცი 25 წელი წასულია ხალი ოჯახიდან. 45 წლის ხალი რო წავა ოჯახიდან და 25 საზღვარგარეთ არის. ის ოჯახი ოჯახია. ის ბავშვი უყურე ჩემ დოჟირეთი. აი ქალაქის ცენტრში დღეს მქონდა შეხვედრა სპორტის სამინისტროში მინისტრს ხოთაშორის. და ვთხოვე ერთი რამე რა. ტანვაჯიშზე მეთქი ძალიან თუ ყველა მიეწინ და რატო? ეს არის სპორტის დედა საერთოდ რა. ჩემს ბავშვობაში თბილისი იყო 500.000-იანი ქალაქი. ქალაქის ცენტრში მე გულისხმობ სოლოლაკი, რუსთაველი, პლეხანოვი, საბურთალო. უაგის ნაწილი რა. 5 სპორტული დარბაზი იყო ტანვაჯიშის მარტო. ამ დარბაზში ბავშვები დაკავებულები იყვნენ. ჩვენ აი თუ ვინმე გავიდეთ ხვალ დღეს ვერ მოესწრება ალბათ ხვალ გავიდეთ გავაჩვევთ 10 ბავშვი ნახევ რომ არავინ სპორტით ცხარა დაკავებული არ არის სპორტით ის სპორტი ხო სკოლაა გარკვეული ხო თუ კარგი მწვრთნელის ხელში აღმოჩნდა მით უმეტეს თუმცა ზოგი მწვრთნელი გასაზრდელია დღეს თავად არა ერთ მაგალითს მოგიყვათ მაშინ ვეძებდი ჭადრაკს და მე მგონი 150 ლარი ღირდა ფედერაციაში ეგრევის. ბევრს არ აქვს. მე ვიღირი ამაზე. ბევრს არ აქვს. გასაკვირველია. და ვიცით რა, ეს ხა თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს იყო სხვა სისტემა. სხვა სისტემა იყო. სოციალურ-ეკონომიკური სისტემა სხვა იყო. ეს სისტემა აწყობილი იყო, ხო, სოციალურ უზრუნველყოფაზე კი, გარანტირებული. ეს სისტემა რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ არის. და მუსიკა დაამატე ბუდიში, იმას დაამატე, მუსიკა იყო უფასო სწავლება, ფორტეპიანოს გადაიღაც სიმბოლური თანხა იყო და ეს იყო აპყროს მისასწრები და უამრავი მუსიკალური სკოლა იყო. მარტო მთაზმენელი სამი მუსიკალური სკოლა იყო, არც ერთი აღარ არის. საბჭოთა განათლება იყო ორიენტირებული შემოქმედ ადამიანის აღზრდაზე. თანამედროვე განათლება ორიენტირებულია ჭკვიან, ეგრეთ წოდებული ჭკვიან მომხმარებლის გამოსდაზე. რომ იმ ადამიანმა რომელიც პროდუქცია იყიდეს, შეეძლოს გარჩევა და გარკვეულ სოციალურ უზრუნველყოფილზე. მით უმეტეს სოფელში. მაგრამ ორი სხვადასხვა მოცანაა. აბსოლუტურად გეთანხმება მაგაში. აბსოლუტურად გეთანხმება. ეს ხო არ არის ოჯახების ბრალი, ეს არის პოლიტიკური სისტემის ბრალი. ვიღაცა გეტყვით რომ იმ ოჯახის ბრალი კი არის რომ ემიგრაციაში წავიდა. არამედ პოლიტიკური სისტემის ბრალია, ეკონომიკური, სოციალური სისტემის ბრალია. იცი ჩვენ აი მე არ ვიცი. ერთ ამას მინდა მაინც აი ამასთან მაინც ეხება ამაზე, ამიტომ შევეხურა. მე არ მეგულება დღეს ქვეყანა, რაღაცა წამიკითხავს, რაღაცა ვიცი, რაღაც მინახავს. მე არ მეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთ ზეწოლას განიცდის, რასაც საქართველოს განიცდის დღეს. და გარედანაც და შიგნიდანაც. შიგნიდან
ეხლა მაგ თემას არ მინდა შევახმარ, უარ შევეხო, არ შეიძლება რა. იტყვიან ხოლმე, აი იმ დღეს პოზიტივისთან შეიკრიბენ ახალგაზრდები თუ გოყური არის. სულ გოგოები არიან, სულ გოგონები და ერთი ლექტორია იქა. ახლოს ლექტორი ის პატივისცემელი ლაპარაკობს. ჯერ რატო ხარ იქა ყოჩივით ამ ცხოვრებში რა, მაგრამ კარგი დავანებოთ და პასუხობს ჟურნალისტს რომ თავისით მოვიდინო და ну გამოხატა რაღაცა და იმან კითხა მაშინ ახსენა იმ წუთში მიშას პერიოდი. რაღაცას მაგაზე ლაპარაკიო. ეს მანამდე იქნება ეს ლაპარაკი. სანამდე ისინი არ მოინანიებენ თავისას. კაცმა არ უნდა მოინანიოს თავისი დანაშაული. არ უნდა, ну აი ეს შესაძლებელი წესი რომ ან აზღვევინებდნენ, არ მოანანიებდნენ, არ შეიძლება სხვანაირად. ერთი სიტყვა არ მახსოვს არც ერთი მათგანისაგან რომ მოინანიებიდოთ. მეცაც გეტყვი. ესეთი აგრესია ეხლა რო არის. მე მაგათ მაშინებს. არ არიან არაფერში, არაფერი ძალაუფლება რა, ესენი რომ მოვლენ რა სიზამენ კაცო. ეგ ბლის თავზე სახარების კითხვა ხომ არ არის? არ მოინანიო. არ მინდა თქვა რომ ძალა მეთქი ისე, მაგრამ უყურე ტრამპმა რატო აღადგინა რატო უნდა აღადგინა სიკვდილიდაშის. ღმერთმა დაიფარო საქართველოში ეს მოხდეს, არ ეს მინდოდეს, მაგრამ მე მას ვიძახი რომ რაღაცა ძალა უნდა. ნუ ის სადაც არ არის როგორ თქვა რა, იძულება ბევრ რამეში, იქ არასოდეს არ კეთებას აქვს. თუ არავის ხათი და შიში არ აქვს, არაფერი არ გამოვა. თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ევროპაში ნახო, ბრიტანეთის გარდა. შეგნებულად არ წავედი ბრიტანეთში, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი კარგად და ნუ ხე ჩემ ინგლისური ცოტა ინგლისში ისე უყურებენ ამერიკაში და მოვერიდე შეგნებულად. პორტუგალიაში ვარ. და მე ხლა კარგად ვიცი ისტორია ევროპისა, მე-20 საუკუნის და სად როგორი დიქტატურა იყო და პორტუგალიაში იყო სალაზარი ომის შემდეგ ეს იყო საოცარი დიქტატორი რომელმაც სიხლის ზღვა დააყენა ანგოლაში და არც პორტუგალიაში დაუკლია გარკვეული ესეთი რაღაცები და მივიდივარ იმაში რა ქვია ლისაბონში და ხედავ პარკში ძეგლია ძალიან სიმპათიური კაციზის ბაღის კამზე და ესე და მივიდია სალაზარი უწერია და გამიკვირდა და მე შეხვედრა მქონდა იქაროთან ვიცნობ რამდენიმე ადამიანს და მე ვთხარი ისევ თქვი რა სალაზარის ძეგლი ვნახე მეთქი და რატო გაგიკვირდა თუნდაც მეთქარი ვიცი როგორი დიქტატორი იყო მეთქი და მე პორტუგალია დღეს ასეთია მისი დამსახურებაო როგორ მეთქი გამიკვირდა სოფელში ყოფილიყარ თუ პორტუგალიაში შადით ნახეთ როგორ ერთნაირი სახლებიაო სალაზარმა ძალით ჩაასახლა სოფელში ხალხი და დღეს სოფელზე დგას პორტუგალიაო სოფლიო პროპკის 75% პორტუგალიის არის ზეთისხლზე აღარ ვლაპარაკობ რა იქნება მე მითხრა პორტუგალია მრეწველობის სამეწველო საქონელშია ძალიან ისეთი ქვეყანა მოწინავე არა მეთევზეობა როგორც იყო და მოზგავდა ყოველთვის ფლოტი და აღმოჩენები აქვს როგორი გეოგრაფიული აღმოჩენები პორტუგალიელებს ხო რატო ვლაპარაკობ იცი ამაგა რაღაცა იმაში მიშამაც გააკეთა რაღაც მithქვამს ეს კი არ უკარგავ რა თქვა იგივე გზა გაკეთა მაგრამ ფასი ისეთი დაადო ნუკრი აი ამ ორიოდ სიკეთეს ისეთი ფასი დაადო რომ არ ღირდა მაგათ ერთი ადამიანის სიკვდილად ქუჩაში ბიჭის მიღის ის და რომელიც გაყვანილია ეს უზარმაზარი ტრაგედია მოჯახისთვის და რამდენი იყო ასეთი რამდენია მე არ ვიცოდი იმ დღეს მითხრა ახლა არ მინდა გვარი დავასახელო იმის ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა მაშინ მოყავდა თუ ჩვენთან მოქონდა თუ და ვაყურებთ რომ ჩვენთან დაიღუპა მოთხარი რას მელაპარაკები მოთხარი შენ მეთქი იცი მეთქი მე არ მჯერო დამას ვლაპარაკობდნენ აღარ ვიძახი იმ რაოდენობაზე რაც ციხეში დაიღუპა რაღაცაზე რაც აკეთებ ხო არ შე კიდე არის ისიც თუ არის კიდე რას აკეთებს იქიდან მე ეგეც არ ვიცი რატო აქვს ეს პირობები იქა პატიმას რომელსაც გამაგებინე ინტერნეტში გასვლის საშუალება და მოწოდებები და ერთიანობა დღეს აი წეგა რომ მოვედი შეესწარი თქვენ მეგობრმა დამირეკა ლიტერატურულ საქართველოში დაიბეჭდა ლექსი კალბატონის შალვაშვილისა რომელიც რუსთაველის პრემიის ლაურეატია ლექსი თავიდან ბოლომდე არის მოწოდება ძალადობრივი ხელისუფლების დამხობის და მოწინააღმდეგების განადგურების თავიდან ბოლომდე განაშელა პოეტმა ქალმა მე ჩვენს პოეზია საკმაოდ ყოველს საკითხული მაქვს ყველა მყავს საკითხული მაქვს საკითხული ვით ჩვენი პოეტი იყო განაშელა პოეტმა მოუწოდოს თავის ერს ერთმანეთის ხოცვისაკენ საქართველოში 1,300,000 ქართველი ყოფილვარ დარჩენილი ცოტა მეტი აქედან უნარი ვისაც აქვს რაღაცის შექმნისა 500,000 მამაკაცია მეტი ხო არ არის ამ 500,000 კაციდან 200,000 მზად არის თუ 100,000 მნიშვნელობა არ აქვს არ გაანადგუროს დანარჩენი 400,000 მე აგრესია ყოველ შემთხვევაში
აი ნორმალური ადამიანის ხედა არ მინახია. ვინც არ გადის, იგა ტელევიზორთან არის, როგორც ტელევიზორთან უზიხატო ლაპარაკობენ, ხო? მე მათგან აგრესია არც ერთმანეთში გაწ. მე იგლი ვინც არის ძალიან ბევრი მიყავს ახლობელი და თითქმის ყოველდღე ერთად თავად რამდენიმე კაცი ლაპარაკობთ ხომ მე გვაწუხებს ეს. ასეთი როგორ ვთქვა პესიმისტურ განწყობით არ ყოფილა. იცით, იმიტომ ხოლმე 90-იანებში? ჰა? არც 90-იანებში, როდესაც არა. უკვე სამოქალაქო ომი იყო. არა. თან მე იქ ვცხოვრო. ჩემ წინა ეს ტყვიები აი ესე მოძრაობდა. იცით თუ არა? იმიტომ რომ ვერ წარმოგვედგინა მაშინ, რომ რაიმე მით უმეტეს გარედან არ ქონდა საქართველოს ესეთი დაწოლა. იყო რასაკვირველი ხელშეწყობა მათი. შეიძლება ერთი-ორი ქვეყნიდან, მაგრამ ესეთი და დღესაც ევროპარლამენტში ხდება საქართველოს მიმართ. ყოველ დღე შეიძლება საქართველოს საკითხი იკითხავდეს, იხილავდეს ქვეყანა და ესტონელები იყვნენ ამის მოთავენი. ერთი დარგი ან ერთი მიმართულება სახალხო მეურნეობისა, სპორტისა, ხელოვნებისა იქნება დამისახელოს ვინმე. სადაც ესტონელების, ლიტველების და ლატვიელების სათქმელი ვარ ყურამეში. თქვა დაასახელონ. ან მეცნიერი, ან სპორტსმენი. ერთი კალათბურთელი ყავდათ და დამთავრდა რა ლატვიელებს ის და თუ ლიტველებს. ბატონო კოტე. ეს ხო აგეთ ნიჰილიზმი, მე ვგრძნობ ამ ნიჰილიზმს, მეც განვიცდი ნიჰილიზმს, აი როგორც გონება მერთვება, რაღაც გამოსავალს თითქოს ვეღარ პოულობ, მაგრამ მაინც გონია რომ ნებით უნდა წახვიდე და მაინც აკეთო ის რაც გასაკეთებელია. მაგრამ აი პოტენციალს ხედავთ რაღაცნაირად რომ შეიცვალოს ეს განწყობები და შეიცვალოს ეს ურთიერთობების ფორმები. არის ამის რაღაცნაირი შანსი, რაღაცნაირი საფუძველი, რაღაცნაირი გზა. ნუგრი მე იცი როგორ მიყვარს მე გუსტავ ლებონი 170 წლის დაწერილი წიგნი აი თითოეული წინადადება არის სამაგალითო იმისა რაც ხდება ეს ჩვენთან ატო ლაპარაკობ ბრბოს ხო ბრბოს მართვარში ვერაფერს ვერ შეეგნებინებ იქ უწერია და ვიმეორებ ხოლმე და ვეხლაც ვიძახი გენიოსები რო შეკრიბო კაცობრიობისა მიტინგზე და ბრბოში ბრბო ქვია მას მის ინტელექტი დადის პირველ ყოფილი ადამიანის ინტელექტზე. რატო ვიძახი ამას? ერთად ვერაფერს ვერ გავაგებინებთ. სათითაოდ ველაპარაკები ხომ, აი, რამოდენიმე საათი თუ ველაპარაკები ახალგაზრდას 1-2 საათი ან ვიღაც სხვა ჭუაზია. ისი ჩერდება მე რა. და რაღაცას ეს წაიკითხე. მე ისი აღარ არის ყოშტო. მე ესეთი მქონია ეს შემთხვევები, მაგრამ როგორც კი რამდენიმეა, შეუძლებელია ლაპარაკი. აი, ამიტომ მე არ ვიცი, ვერ წარმომედგენია. რომ აი ეს მათი დამოკიდებულება აგრესიული, მოდი ესე მათი როგორ აგრესიული მხარის დამოკიდებულება მასის მიმართ საქართველოში შეიცვალოს ვერ წარმომედგენია. მოდი აი ესე შეკითხვას დაგისვათ. აი თვითკრიტიკულებით რო ვიყოთ. კი. ჩვენ ამ შემთხვევაში იქნებ რაღაცა ჩვენშიცაა პრობლემა და რაღაცას ჩვენ არ ვაკეთებთ ან არასწორად ვიგებთ. იქნებ ამ დაპირისპირებაში არ არის მხოლოდ შავი და თეთრი. მე ყოველთვის ის სქემა, სადაც შავი და თეთრი მოდელია, არ მიმაჩნია სწორად. იმიტომ რომ ესეთ სიტუაციაში ყოველს თავის სიმართლე აქვს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, ყოველს თავის სიმართლე აქვს. შეიძლება 10-დან 1-ში იყოს ის მართალი, აი 1-ში. კარგი, მაშინ კითხვას შევაბრუნებ კითხვას. აი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მართალი? თუნდაც საკუთარი სინდისის წინაშე, რომელიც მოუწოდებს ახალგაზრდას შობლის საწინააღმდეგო მოქმედებისა. შეიძლება მას არა ეს ერთს ვიზახი. ვაშაძეს რაც შეეხება მე არ გვარს არც ვახსენდი, მარტო ვაშაძე რო იყოს რა გვიჩნევთ. კი ბატონო. მარტო ვაშაძე რო იყოს. არა, ეგ დამერწმუნე, ხმას არ ამოიღებს. მაგაზე არ ამაქვს. ეგეთ კატეგორიაზე არ ამაქვს საუბარი. მე მაქვს იცით როგორ აი ახალგაზრდებზე რა ძირითადად. ახალგაზრდებზე შეიძლება, იმიტომ ძალიან პლასტიკური მასაა მაინც ახალგაზრდა. ხო, ის გააჩნია რა გარემოშია. ის არის, როდესაც ახალგაზრდა შედის ლექციაზე და ლექტორი ისეთ რაღაცაზე, აი ამისეთი რაღაცაკენ მოუწოდებს ძალიან ძნელია და ამის გარდა საოცარი ბულინგი აქვს. აი ეს ხა მე შემახალგაზრდობაში იყო გარკვეული ბულინგი რაღაცას იმათ. თუნდაც შატალოზე წასვლა დაუშვა, თუნდაც. უნდა წავიდით ყველა. არ უნდა დაშეს არავინ სიტუაციაზე, ხო? იქ რასაკვირველი აი ეს სამი კაცი ისეთ ზეწოლას ახდენს მათზე და მით უმეტეს მათში თუ არის გავლენიანი რომელიმე იმაში რა ქვიან კლასში რასაკვირველი მაგრამ მე კიდევ ჩემთვის თავარი ეს სხვა მომენტი მაწუხებს კიდევ
ბიჭებთან უფრო ემორჩილებიან ისე ლაპარაკს მსჯელობა. ჩვენ ხო ახლა მსჯელობთ მართლა და ეს არ არის ინტერვიუ და რა. ბიჭები ემორჩილებიან მსჯელობას. გოგოს შანსი არ არის. და თანაც მასა არის გოგონების. ძირითადი მასა, მე 5 შვილიშვილი მყავს, 3 ბიჭი და 2 გოგო. ბევრად მიადგილდება, იმიტომ კი არა რომ მე მამაკაცი ვარ. ჩემ შვილსაც, ჩემ ძლებს ბიჭებთან, თქვათ რაღაცაზე კამათი, ვიდრე გოგო. თუმცა გოგონები ნაბოლარები არიან. ეს არ ვიცი საქართველოში რატომ მოხდა ესე, აი გოგონების ესეთი გააგრესიულება, ჩემთვის გამოცანაც არის და იმიტომ რომ ესენი ხო ერთ გარემოში იზრდებიან ბიჭებიც და გოგონებიც. შორის მაგას დიდი ხანია ვამბობ რაღაცნაირად ის რაღაცნაირად აგრესიული ქალის ფენომენი გაჩნდა ქართულ კულტურაში და ქართულ სოციალურ ცხოვრებაში. მე არ ვამბობ ხა არ მიყვარს რომ რაღაცა ერთსქეს დავაბრალო და არა ადამიანი მაგრამ ძალიან ემპირიულად აი ზედაპირზე ჩანს აი ეს ხო მე იქ ვსხურობ კიდე მე ხანდახან მიწევს ხოლმე გავლა ზაღს ვასეირნებ ხოლმე მინდა გავდივო თან მაინტერესებს ეხლა იქნებოდ კი დაწნარდნენ რაღაცა არაფერი არიან ძირითადი მასა ესა ხოხოსი სიცილი და 5 და 3 გოგო არა რატომ მეტი არ მე რატო ვიცი ეს რუსები სიტყვათ აზერბაიჯანის ჟენშინა ესენი ახალგაზრდები არიან ამათ ეს პრობლემა არ აქვს არა მანდ არ არის ეს მომენტი მანდ არის იცით რა მომენტი არის აი ხა ბევრი კულტუროლოგიურ რაღაცა ციგს ვკითხულობ და იქ არის ესეთი მომენტები რომ არა აუცილებელი ხაზი კაცი კი არ ხება კულტურის ფემინიზაცია და კულტურის მასკულინიზაცია ას ნიშნავს იმას რომ იმ ფემინური კულტურაში მამაკაციც კი თლად მამაკაცურად ნუ პატრიარქალ არ იქცევა იყო ესეთი კულტურები ბევრი ჩვენთან მოხდა რაღაცნაირად მამაკაცის როლის დაკრინება შეიძლება ეს გამოიწვია იმან აი ობიექტური მიზეზები ავიღოთ პირველი ისეთი სამსახურები რომლებიც მამაკაცურია მოდესმე მეთქვა ახლა კი შემცირდა აი ძირითადად ახლა ეს მაღაზიების აი მამაკაცი რისკენ არის მიმართული რომ რაღაც ახალი აღმოჩინოს შემოქმედებით პროცესში იყოს რაღაც ისეთ პროცესში იყოს სადაც რაღაც იდეა არსებობს აი საბჭოთა კავშირის ეს რაღაც მომენტი ქონდა რომ რაღაცა დიდს აშენებდა ეს დიდი გაქრა მამაკაცი ერთ რაღაცა შევეხები ნუკრი რა წეგან ვახსენეთ ჩვენ წიგნი ფერტვანგერის ძალიან დიდი მწერლის დამეთანხები და ის იყო ყველგანი დიქტატურის მოწინააღმდეგე და მათ შორის სასაკვირველია სტალინისაც შენოთი ჩამოვიდა მოსკოვში. წაიკითხე წიგნი, ხო? როგორ რამ გააგი, გახსოვს რამ გააოცა ფეხტმანგარი. აი იმ აღწყინებამ, რომელიც იყო მასაში, ხალხში, ხვალინდელი დღისა. აი მე კითხვას ხო, უზარმაზარია, რწმენის გამო მიდიოდა ის აგვტებოდამდეს, ხო? აი აშენდეს და ისე მომავლისთვის, შვილებისთვის. ისე როგორც მე ეხლა გამომიდა კი არ მომაშვები, მაგრამ ახალგაზრდებს უფრთხილდები ეხლა რომ მას ლაპარაკობ. უნდა რატო ახსენე ტრამპის ინაუგურაცია? ნახონ რა, ჯერ ისწავლონ, გამოცდილება მიიღონ და მე ვინმე ამაზავი, სად გაიქცევენ, მე არც ვიქნები ამ ქვეყანაზე, ხო, ძალიან ცოტა ხანში ალბათ. და ამიტომ მაგრამ აი ერთმა მესკოს დღეს იდეა საქართველოსი რა არის. აი იდეოლოგია, ეგ შეიძლება იყოს. და ისევ ლებონს დავესესხეი, ბოლო აბზაცი, სულ ბოლო აბზაცი, რომელიც მე აი სულ ვიძახი, ეს არ იყოს განაჩენი საქართველოსის. ერი იქნებოსაც მას აქვს საერთო მიზანი, მაგრამ ერი რომელსაც იდეა აღარ აქვს, განწირულია სასიკვდილოდ. აი გადაშალე ბოლო აბზაციდან. აი ამით თავდება მისი წიგნი. ჩვენ რა იდეა გვაქვს? ერთხელ ეს აუ ბიზნეს, ამდენს ვიძახი რა გააფუჭა კაცო, მიშაზე მეტი გააფუჭა. მე არც მორალური მხარე აინტერესებთ იმისი. ერთი ოჯახი აიღე, ხო? მე არსად პატივს არ ვცემდი კაცს ხელმძღვანელს, ის ოჯახისანი დამოკიდებულება არ აქვს, ერთ როგორც უნდა ქონდეს. კლინტონს რატო არ ვცემდი, ისაც არ ეპატიებოდა ჯერ პირველ კაცს გააკეთა და შეხედე როგორი ოჯახის მამაა ისა ტრამპი. მართალია მესამე ცოლი ყავს, მაგრამ როგორი ის აქვს, ხო ოჯახში დამოკიდებულება, ხო? ერთადერთი პრეზიდენტი იყო ესა. ისაც საოცარი ოჯახია. პრეზიდენტი არა, როცა იყო პრემიერი თუ ის და ეხლა პარტიის საბატის თავმჯდომარე. ნუ თქვათ მმართველის ქვეყნის. მე ერთ მაგალითს მოვიდა, წავიდეს დიდი ხანი არის სათავეში. თუ ლაპარაკია პერსონებზე, რამდენი პრემიერიც საქართველოს გამოცვალა, არ გამოუცვლი ამდენი არავის. ხო? თუ პარტიაზეა ლაპარაკი. ნუ ჩემზე კარგად გესვენებათ, რომ ლინკოლნის მერე თითქმის 50 წელი იყო რესპუბლიკური პარტია სათავეში. ერთი პარტია. ეს კაცი პარტიის საბატის თავმჯდომარე რა ხნას ეხლა წავიდეს აქედან?
მოვიდეს სხვა. ნახეთ აქ რასაკვირველია, ხელი უნდა შეუწყოს მან, რომ ქვეყანაში ზაღი ძალა გაჩნდეს კიდევ. საპირწონე აი იმის ვინც არსებობს. ნუ აქ შეიძლება ანუ მე ხა ესე გავაკეთებ ლეგიტიმური კრიტიკას მივიღებ ზოგიერთი ადამიანს, აი ვიღაცა გეტყუდათ, რომ აი არ გაასამართლა ნაციონალური მოძრაობა და გვამყოფებს აი გაასამართლებინეს რო. ჩვენ ხო ვიცით რომ ესე არ იყო. ჩემთვის გასაგებია ეგ რეალობა როგორიც იყო, მაგრამ რო ეს პრეტენზია აქვს, რომ შენ ამაში მაცხოვრებ და აბრალებს ქართულ ოცნებას. ხო, მესმის, კი, გეთანხმები, კი. მეორე მომენტი არის ის, რომ გარკვეულწილად აი ხლა ის ადამიანები, აი მაგალითად ის ახალგაზრდა გრეგორიადის, ხო? ხო. უდედოდ გაზრდილი ახალგაზრდა დედა ემიგრანტი იყო, პრობლემური ოჯახიდან იყო. კი. და ეს სოციალური ეკონომიკური გარემო ქმნის პრობლემებს. ეს ბავშვობიდან უქმნის ადამიანებს პრობლემებს. და საჯარო სივრცეში, აი მოდი ესე ვიტყვი, იმის მიუხედავად, რომ საგარეო პოლიტიკას აბსოლუტურად ვეთანხმებ ბევრ რაღაცას. საჯარო დისკურსში გამქრალია ეგ საკითხი, ოჯახების საკითხი პოლიტიკოსი არ გამოსულა და არ უთქვამს, არც ქართული ოცნებიდან, არც ოპოზიციიდან. არ არის ამაზე ლაპარაკი, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ქართული ოჯახი კრიზისშია დღეს. და ობიექტურად არის კრიზისში. ქართული ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე არის. არ ვიცი, კვლევა მე მგონი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ემპირიულად ჩანს, რომ ადამიანებს აკლიათ ემოციური ნაწილი მშობლებთან ურთიერთობის, აკლიათ მორალური ნაწილი, ბევრი რაღაცა აკლიათ. და ამაზე როდესაც საჯაროდ არ მედის საუბარი და ყველა თითქოს თავს არიდებს, მე ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ერთ კითხვას დავსვამ, ნუ საერთოდ არა მარტო თქვენ, არამედ აი დავსვამ საზოგადოების წინაშე, უყურეთ. აი იმ პერიოდში, როდესაც 37 წლად აქ წარმოდგენილი, ნამდვილად ეგრე არ იყო. იყო პერიოდი, როცა მართლა არაჩვეულებრივი ქვეყანა იყო. იმ პერიოდში დედაც მუშაობდა და მამაც ძირითადად ოჯახებში. ისე ბავშვი უფრო ყურადღებას ყოფილიყო, ხო? რა ინახავდა ამ ოჯახში, აი ამ ფასეულობას ოჯახისას? ჩემს საღამოზე ხო იყავით ნუღრი? აი უყურე, აი ბებია ბაბუას ინსტიტუტი დაინგრა საქართველოში. მე ჩემს საღამოზე არ ვიცი მიაქცია თუ არა ყურადღება, რომ დამთავრდა. მე მისნახე ყველა სამლიქონად ყველაზე, იმიტომ ბებიას მიუძღვენი მე ის საგამო, ბებიების ხსოვნას. და ვითქვამს და ვიმეორებ. თუ ჩემში არის აი მე ცოდნის, სურვილი მე ცოდნოდა რამე მყარებოდა ქართული ენა, რომელიც მართლა მიყვარს და პრეტენზია მაქვს, რომ ვიცი საკმაოდ კარგად. ყოველ შემთხვევაში მადლობას გიხდით არ ვიძახი ხოლმე, როგორც ნებისმიერ უმაღლესი რანგიდან ყველა მადლობას უხდის და იწოში ვიძახი რომ მე გადამიხადე. არც ერთ ენაში მადლობას გადახდა არ ახლავს სიტყვა. მადლობას მოგახსენებთ. ან გმადლობთ. მე ატომ ლაპარაკობ ამას. ეს ყველაფერი ბებიებმა ჩადეს ჩემში და აი იმ ინსტიტუტმა რასაც სუფრა ქვია ქართული. არც ერთი აღარ არის და აღარც მეორე. ის შავიანი ბებიები მითი რო ვთქვი, შევთქვი მართლა შავიანები იყვნენ, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი გამოიარა ქვეყანამ, სულ ყველა შვილი ყავდა მკვდარი ან ქმარი. სულ ყველას და შვილი იყო მათი ერთადერთი ხსნა და სიცოცხლის სურვილი. მხოლოდ და მხოლოდ. და ამან გამოატარა ეს ქვეყანა აქამდე. დღეს აღარ არის ესა. მე შაბათკვირა რომ მქონდა 13 წლის ბიჭი მატარებელში ვიждებოდი და გურიაში მივდიოდი მარტო. აღარ ვიძახი მე. იმდენად დიდი სითბო იყო იქ, მაგრამ და მithქვამს, მაგრამ იმიტომ სოფელი იყო სხვანაირი, თბილი იყო, სითბო იყო, იქ იყო დღეს სოფელს უჭირს ქართულს და მე მithქვამს, არავინ არ ამობს, თბილისი ქართული ქალაქი არ იყო. საუკუნე ნახევარია გაქართული და არასოდეს არ იყო თბილისი ქართული ქალაქი, ვისაც თვითონ დაუჟდები და უმტკიცე და ალბათ იცით ჩემზე კარგად. მაგრამ და საქართველოს გადამჩენილი თბილისი არ იყო, სოფელში იყო ქართული სული. ხერხემალი სოფელი იყო. კვებითაც, მენტალურადაც, ყველაფრით აბსოლუტურად, ვინც დიდი ადამიანი იყო, ყველა სოფლიდან გამოსული იყო. მე თბილისელი კაცი ვიზახი მეხუთე თაობის ამას. მე სოფელი არ მაქვს. და თუ სოფელს არ ეშველა, ამ ქვეყანას არ ეშველა. თუნდაც სალაზარესნაირად იძულებით. მე ბელარუსიაში ვიყავი შარშან. ვიყავი პერიფერიებში სხვათა შორის. მისე მოხდა რომ მომიწია ქართული კულტურის წარმოშენების მით ვიყავით. ნუგრი ნებისმიერ რაიონში შეუძლია ჩავიდეს კაცი, მეც კი მითხრეს, ժամოყავთ ურთიერთობა. ჩახვიდე და უთხრა, მე ცხოვრება მინდა თქვენ სოფელში. აღმასკომების თავმჯდომარე გამოვაღებს უჯრედს და
გასაღებს და ორდერს მოხსნით და წაი და იცხოვრე. ოღონდ იმუშაო. ნახეთ ეხლა მოდი ისეთი ბუნებრივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ეხლა ამ რეალობაში, როდესაც ადამიანებს მეტნაკლებად ფული გაუჩათ, რომელსაც აღარ უნდათ მშობლებთან ცხოვრება. არის უკვე ეს რეალობა დამდგარი. არა, ეს ცივილიზაციის პრობლემა არის, განა მე უარყოფ, მაგრამ ესეც მოქმედებს. მაშინ გარკვეულწილად ეს დიდი ოჯახები მაინც ეკონომიკური ფაქტორის გამო იყო. ხშირი შემთხვევაში. ჩვენ ხო ხელოვნურად ვერ შევაჩერებთ ამ კომუნალური ბინებიც მაგი იყო. კომუნალურშიც იყო ეს. კონფლიქტებიც იყო, მაგრამ იყო რაღაც ერთიანობა. აი, ერთ-ერთი მთავარი აი შარშანდელი სტატისტიკა არის გაყრების რაოდენობა გაუსწრო ქორწინების რაოდენობა საქართველოში. არასრული ოჯახების რაოდენობა ძალიან ბევრია საქართველოში. ну იმას ცალკე რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენ რეგიონში აბორტების ჩვენ ნარკომანი არ დაგავიდეს. ხო, ну საოცრად არის. ნარკომანი ჩვენ ირგვლივაც არის. ну მაგით შეიძლება დავიწყნაროთ თავი, მაგრამ ნახეთ რაღაც ესე იგი ფუნდამენტი გამოიცალა ოჯახის ინსტიტუტს. რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი გამოიცალა. და მე მინდა დავინახო ეს ფუნდამენტი. იქნებ აი ამ ფუნდამენტის შეცვლით რაღაცა ისევ ხელახლა დაშენდეს. და ну ვიღაცა გეტყვით რომ ფული მივცეთ. აქ თითქოს არის ეს რაღაცა რესურსი იმის რომ ოჯახი ყავდეს, მაგრამ სურვილი გაქრა, რაღაცა გაქრა, ხო? კიდევ ისე წინა თემას დავუმორდები. სოფელი იცლება. ხო, მაგრამ თბილისში ხო შეიძლება ოჯახი, თბილისში ხო იყო ოჯახები, ახლა ვერ იტყვით რომ არ იყო თბილისი. ხო, რასაკვირველია გეთანხმები მაგაში, მაგრამ აი ისეთი მძიმე ომიც კი როგორც აფხაზეთის ომი იყო. აღმოსავლეთ საქართველოს სოფლების იმაზე წავიდა, ქართლ-კახეთის. თბილისიდან იყვნენ ბიჭები, მაგრამ ისინი მაინც იყვნენ ანახალ ჩამოსული ან რაღაც ანდა იმ მხედრების წევრები იყვნენ. მაინც სოფელი კიდევ ლაპარაკობ, მე მიმაჩნია, ვერ შევიცვლი ამას, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ სოფელს უშველოთ. განსაკუთრებით თაში, განსაკუთრებით მუცოზე ყოფილ ხართ? დიდი ხანია? ну 5 წლის წინ დაახლოებით. ნუ ჩამოდიოდი ქვეშ ერთი ახალდასახლებული კაცი იყო იქ. ნუ გზარ დარიაული. ისიც ეგ, იყო მაშინ. აღარ მე ვიყავი, მე და ნუგზარ რუხაზე ვიყავი, ჟურნალისტი რო მეგობარია ეჭი. ახალ შენებული სახლია, მუცოს ქვეშ და მივედი. დამაინტერესა, მარტო მერტი სახლია. და იქვე დუშაჩანს იქიდან ჩვენი საგუშაგოსი. სადაც ჩვენი ჯარისკაცები არის. და დაველაპარაკე ამ კაცზე. მითხრა მე აქედან ვარ, წასული ვიყავი, დაუბრუნდიო, ცოლითა და ქალიშვილითო მითხრა. და ცხოვრობ აქო. სიმენი მაქო ყველი გამოიტანა და აი საოცარი ყო რაღაცები აწარმოებს, მაგრამ შაქარი, მარილი, ბურგულული ამოვაქვთ და კარტოფილი ვიღაცებს. ვთხოვო და მოვაქვთ. და ორი ბიჭი მყავსო, ერთი რუსთავშიო, ჩემს სკოლებთან და ერთიო შატლიშიო, ინტერნატიო იქაო და ეს კაცი ცხოვრობს. ეხლა სამი ოჯახია. მე მაგალითად, ხო და რატო ვიზახი ამ რატომ ჯერეთი რო უყურე კაცი დაბრუნდა თავის იმაზე, მაგრამ იმას ხელი შეწყობა უნდა და მარტივად ძალიან. იმ საგუშაგოზე რო არიან ბიჭები, იმათ ხელფას უხდიან. 1000 რაღაცას უხდიან თითო კაცს, ხო? ამას ერთ სულზე მიეცია 100 ლარი დამატებით. ერთ სულზე. ისინი შეიძლება გაიქცნენ რამე რო იყოს. ეს სულშვილს არ დატოვებს. ეს საქართველოს ესე იყო ყოველთვის. ესეთი ხალხი იცავდა საქართველოს. ეხლაც მთაში გმირები არიან ზამთარში ერთი ოჯახში ამოდის ბოლი ასაკიანი ადამიანის. ისინი რო აღარ იქნებიან, იქ უცხოტომელი შემოვა. ესე იყო საქართველოში სულ. ამიტომ ჩვენი ხსნა კიდევ ლაპარაკ სულიერების ქართულის, გენის ქართულის ვაჟკაცობის არის მხოლოდ და მხოლოდ იქ, სოფელში. თბილისში სასაკვირველია მაგრამ. ეხლა ესე ხო არ გამოდით რომ თბილისზე რაღაცა ხელი გავჭირდა. მე თბილისელი კაცი ვარ. ყველა მე ჩემზე პატარა ფილმია გადაღებული, ერთხელ გაყურებინე ჩემთან თუ მოხვალთ, საბატონო ხოზე იყო ეს და მე ინტერნეტში წიდო და იქ თქვი. საბოლოო სიტყვა რომ თქვენეს იქ თქვი. საოცრად მიყვარს ჩემი თბილისი მეთქი. და ამით იწყება ჩემი ცხოვრება მეთქი და თავდება მეთქი. როგორ შეიძლება მე თბილისის, მაგრამ თბილისი რასაკვირველია თუ განათლება უნდა ადამიანს. ეხლა არ ვიცი როგორ, მაგრამ ქუთაისში შესანიშნავია რომ გაჩნდა ინსტიტუტი. ყველანაირად ვარ მომხრე ქალაქის განტვირთვისა. არაფერს დადებით ჯერ ეხლა როგორ მოვიდოდი არ ვიცოდი რა.
ხო არა, ნუ პრინციპში წარმოება არ არის. წარმოება არ არის, ნუ არა, ნუ გლობალურად ყველა ქალაქს ეგემართება. იზრდება ჩვენი ეკონომიკა აღარ არის, მრეწველობა აღარ არის და თბილისში რატო უნდა იყოს? აი რატო უნდა იყოს ესეთი ვერ გავიგე, ასეთი ყველადან ესათო გაინტვირთოს ქალაქი და გავიდე. მithumetes ეხლა შემცირდა თუ ჩასვლა ჩამოსწეს ხო ყველგან ხო? აი რაღაცნაირად ბოლოსკენ მივდივართ. მე მაქვს ესეთი განცდა. რომ აი დიდი დეპრესიის პერიოდია. ხო, რასაკვირველია დეპრესიის პერიოდია, რაღაცა მომავალი არ ჩანს აი ამ პოზიციიდან, ახლა სადაც ვიმყოფებით. როგორი იქნება, რანაირი იქნება, არ აქვს წარმოდგენა ამის შესახებ. არა მარტო საქართველოს, სოფლიო, მაგრამ ნუ მე ხა საქართველოს პერსპექტივიდან მინდა. ეხლა წარმოიდგინე სიზინპინმა თქვას, მაგალითად, ხვალ მე მონგოლეთი ისა რა ქვია, გობის უდავდნენ და შემოვიერთო. ანდა თქვა უსადმა განაცხადა. უკვე თქვა იმან ტრამპმა გრენლანდია უნდა შემოვიერთო. ხო და თქვა რომ იქნება კიდე იქ შენ. აი ეხლა ამას აღარ ერიდებიან ხელმძღვანელები დიდი სახელმწიფოების, ყველა ის იმედი უნდა ქონდეს ადამიანს. ხო, მაგრამ ამის გარდა აი ეს პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მორალური სახე აი როგორი გაიზრდება ჩემი შვილი? ეს მთავარი შეკითხვა. მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ის გარემო კი 100%-ია. გარემოზეა დამოკიდებული და ეს კონტროლი, ანუ ნახეთ, თქვენ პერიოდში მშობლებს ჰქონდათ იმის კონტროლის საშუალება, რომ თავის შვილი როგორი გაიზრდებოდა, ის მეტნაკლებად რაღაცნაირად ეკონტროლებინათ. გავლენის მოხდენის საშუალება ჰქონდათ. დღეს იმდენად არის შემცირებული ადამიანის როლი, მშობლის როლი ამ პროცესში, რომ აი ხედავთ ამის შედეგებს დღეს ხედავთ, ხო? გავთ რაღაცნაირად იმედი, რომ დიდი შემოbrunება შეიძლება დაიწყოს. ეს თუ მოხდება ძალიან ნელა-ნელა, მაგრამ ამ ნელა მოძრაობაში მე არ მინდა ახლა პესიმისტური იმაზე დავამთავროთ ჩვენი შეხვედრა ნოტზე, მაგრამ ალბათ რაღაც რეალისტების ხომ უნდა ვიყოთ, არა? ესეთი მცირე რაოდენობის ქართველობა საქართველოში ეხლა როა? არ ყოფილა მე-20 საუკუნეში. მას შემდეგ რაც აი 300,000 კაცი გახდა 3 მილიონი ნახევარი. აი ამ მოკლე პერიოდში და ძალიან მოკლე პერიოდში მიზეზებს დავანებოთ თავი, არ ყოფილა. თითქმის ერთი ამდენი არის უცხოტომელი. აი როგორ შეიძლება მე არ ვიცი, მართლა უზარმაზარი ის ბოლო ხანებში არ მაგრამ რო ვფიქრობ ეს რბილად ესენელა არ გამოვა. ამას გარკვეული ძალისმიერი მეთოდებით სჭირდება, თუმცა მე არ ვიძახიებ ძალისმიერში არ გულისხმობ რეპრესიებს და რაღაცას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თუ არ დამთავრდა ის რაც ახლა ხდება თბილისში, ერთ დადება რომ უნდა ხვის და მეორე წიხლს აკრავს, ეს არ დაწყნარდა, აბა დააკვირდით ჯარიმები აღარ იწერება. არაფერი, არც ავტობუსში და არც ქალაქში, იმიტომ რომ კიდე გაღიზნები ერიდებოდ. სწორია, მაგრამ ეს ხო გარკვეულ ისევ თავშეულებას იწვევს უკვე სხვა მიმართულებით. დაჟე აღარ ხდება. არა და სახელმწიფო რა არის? სადამსჯელო ისა რა ქვია, ინსტიტუტი, ხო? ეს ბოლოში მოკლე პასუხი მინდა. რისი იმედი გაქვთ? ой, რა კარგი კითხვა. მე იმედი მაქვს ნუკრი შოშიაშვილის. ლევან გიგინეიშვილის. ჭულუხიძის შენი მეგობრის გიორგის და ისეთი ხალხის. იქ რო ხართ ხომ და სხვა კიდევ ხედავ ძალიან ცოტანი ხარ ჯერჯერობით, მაგრამ ამან იმედი მაქვს ბექაურის, იმედი მაქვს ლაშა შავდათუაშვილის, იმედი მაქვს აი ეგეთი ხალხის იმედი მაქვს და იმიტომ ვარ აქაც დღეს ნუკრი. ამის იმედი მაქვს და იმედი მაქვს რომ გაიბარტყებს ეს თქვენაერი ხალხი და მოიმატებს და მოგისმენთ. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ არის. მე 77-ის ხდები აი ამ დღეებში და დღეს მაინც მოძრაობ და ვიყავი მისთან ვთხოვე ვიცნობ, კარგად უბაზავად პატივისცემ, მეც წემენ და ისევ სპორტისთვის ჩემთვის არაფერს არ ვთხოვ. სანამ მე იმათ ჩემთვის არაფერი ვთხოვ, ამამდე კარგად იყოს ჩემი ნაშიერი სულ ყველა. იმიტომ მე რაღაცა მინახია, რაღაცა იმათაც არის დღეს მინისტრი იყო და მისი მოადგილე. შალვა გოგოლაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი. ძალიან კარგად ვიცი როგორი ადამიანები არიან, როგორ იზიარებენ ჩემს რაღაცას და თხოვე რა ერთ-ერთ რაიონში არის პროექტი და ამას იქნა მიხედო და ეს პოზიცია გქონია მთავრობას და გამიხარდა.
აი ამის იმედი მაქვს, სხვა იმედი და ჩემი შვილების ასაკობრივ და შვილიშვილების მგონია რომ მაინც ისინი საღ ადამიანებად იზრდებიან ჩემი შვილები, ასე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ რაღაცნაირად მეც კონტაქტი მქონდეს. სხვა და იმედი მაქვს რომ თქვენისთან ხალხი მოხდება ის რაც უნდა იყოს. მე ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ არა რომ აქ ვარ, ადრეს მithkoms, ნუ იცი. როგორ შევა ნუკლიშოშიაშვილი განათლების სფეროში არ იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც შეუძლია რამე გააკეთოს. მარტო ლექტორი მაინც უნდა დარჩე ლექტორად. ისევე როგორც ძიუდოს ფედერაციაში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არის მოქმედი მწვრთნელი დღეს. და უთხარი არ დაანებოთ, მე მრჩეველი ვარ იმ ორგანიზაციისა, ძიუდოს ფედერაციის. და საქმის კურსში ვარ, ბევრ რამეში. აი ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს კარგი ნიჭიერი ხალხისა შემოში აქვია ხელოვნებაში. დიდი მადლობა მოკლედ. შევეცდები ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში უიმედო სიტუაციაშიც ვიბრძოლო. დაიბრძოლო. ჩვენი სტუმარი იყო კოტე მიქაძე. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. მე ყოველთვის ვამბობ და კიდე გავიმეორებ. ჩვენი წინა თაობა არის ჩვენი საგანძური და მათგან ბევრი რამე სწავლა შეგვიძლია. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი არ დაეთანხმოს ამ მოსაზრებებს, ზოგიერთი თქვენგანეს კონდეს განსხვავებული წარმოდგენები, მაგრამ წარმოდგენები ერთია და წარმოდგენების შეხვედრის ადგილი არის დიალოგი. ეს დიალოგი რატომ მას დაიკარგა ჩვენ კულტურაში და მინდა მე ყოველთვის გთავაზობთ ჩვენ მოწინააღმდეგეებს, მობრძანდით, დამელაპარაკეთ, ვისაუბროთ, კონდეს და ოღონდ ერთი წინაპირობაა. ამ ყველაფრის რომ მინიმალური ურთიერთპატივისცემა გამოვხატოთ და რაღაცა ნორმებში იჯდეს ეს. მარტო მაქსიმალური გამოვხატოთ. უკვე დიდი მოთხოვნაა. ვისაც გექნება თქვენი მოსაზრება დაწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებთ, ჩავერთვები დისკუსიაში და იაქტიურეთ. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე. Yeah.